სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელი დღიდან იწყება კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვა ეკლესიაში. დღეს იქნა წაკითხული პირველი თავის რამდენიმე მუხლი და მე ტრადიციულად როგორც რამდენიმე კვირა უკვე ვაკეთებთ ეპისტოლეს ვკითხულობთ და ვცდილობთ გავიგოთ რას გვწერს პავლე მოციქული. დღესაც ასეთივე იქნება ჩვენი ეს ქადაგება და ორიოდე სიტყვით გეტყვით ვინ იყვნენ კოლასელები. ეს არის ქალაქის სახელი ცოტა მოგვიანებით ქრება და ჩნდება ქალაქის სახელად ხონა. ხონა თქვენ შეიძლება გახსოვდეთ იქედან რომ მერვე საუკუნეში აღსრულდა დიდი სასწაული, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზმა შეუცვალა წყალს მიმართულება რომ ტაძარი არ დანგრეულიყო და ეს სასწაული აღესრულა ხონაში. ეს გახლავთ დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, მცირე აზია არის. ხო მცირე აზია არის ბატონო მიშა ეს? ბატონო მიშა დასავლეთ ანატოლია. ბატონო მიშა ამ საკითხებში ძალიან გვეხმარება. გეოგრაფიულ საკითხებში, არა მარტო. და ეს გახლავთ ქალაქი ხონა, რომელიც მოგვიანებით ასე იხსენიება. ეს იყო დიდი ქალაქი, სადაც სავარაუდოდ პავლე მოციქული ნამყოფი არ იყო. უბრალოდ იცოდა მან რომ იქ ქრისტიანული თემი არსებობდა და იყო ესეთი პიროვნება ეპიფრასე, რომელიც იყო მისი თანამოღვაწე და მისი მოქცეული იყო ეს საზოგადოება. ჩვენ ამას წავიკითხავთ დღეს, ეხლა მე ამასაც გიყვებით, ისე ჩემით მოგონილი არ გეგონოთ. ტექსტში ჩანს თვითონ, იმიტომ რომ წერილს რომელსაც წერს, იქ ახსენებს ამ კაცის სახელს, რომ ჩემი თანამოღვაწე, რომელმაც თქვენ სახარება გახარათო, სავარაუდოდ მას დაევალა რომ ეს სახარება იქ უნდა ჩაეტანა. რომელ სახარებაზეა საუბარი, ამის შესახებაც გეტყვით აუცილებლად. და ეს გახლავთ მოკლედ დაწერილი ასევე საპატიმროში პავლე როდესაც არის. რატო ვამახვილებ იცით ამაზე ყურადღებას? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მე არ ვიცი გქონიათ თუ არა ესეთი გამოცდილება, არ არის თლად სასიამოვნო გამოცდილება, მინდა გითხრათ, მაგრამ ადამიანს თქვენთვის თუ მოუწერია წერილი, როდესაც ის არის უბრალოდ თავისუფლებაზე და თუ მოუწერია წერილი, როდესაც ის არის ციხეში, თქვენ დაინახავთ ძალიან დიდ სხვაობას დაინახავთ ამ ორ წერილს შორის. ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ადამიანი თავისუფლებაზეა, ის აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს, მისი გონება და სხვანაირად წერს და სხვანაირად გესაუბრება და მეორე, როდესაც ის საპატიმროშია, აბსოლუტურად სხვაგვარად აზროვნებს ეს ადამიანი და პლუს ამას პავლე მოციქული, რომელიც უდანაშაულოდ არის დაპატიმრებული, რომელიც აცნობიერებს რომ ქრისტეს გამო ტანჯვაელის და ქრისტეს გამო არის უდანაშაულო პატიმრობაში, ის წერს აი ამ წერილს და წერს ამ წერილის დაწერის მიზანი გახლავთ ასეთი რომ როგორც ჩანს ჩამოვიდა მასთან ეს ეპიფრასე, რომელმაც უთხრა რომ კოლასელებმა გადაუხვიეს რაღაც გზიდან და ქრისტეს აღიარების ნაცვლად აღიარებენ სხვა ვინმეში სხვა სახელს კი არ ამბობდნენ. იგივე ქრისტეს, რომელსაც შეუცვალეს რაღაცა სწავლებითი მდგომარეობა, ანუ თუ კი ჩვენ ვამბობთ რომ ქრისტე არის ღმერთკაცი, ვინმე თუ კი სხვანაირად იტყვის, ის აუცილებლად ეკლესიის გარეთ აყენებს თავის თავს. ასე რომ შეიძლება რაღაცა მწვალებლურ სწავლებაში აღმოჩნდეს და სწორედ ესეთი მწვალებლურმა სწავლებამ იჩინა როგორც ჩანს თავი, ჩამოვიდა მასთან ეპიფრასე, მოახსენა პავლეს ეს ამბავი, პავლე ციხეშია, ამიტომაც პავლემ დაწერა ეს ეპისტოლე და ეს ეპისტოლე შეიძლება ითქვას ძალიან კარგად გამოდგება სექტების საწინააღმდეგოდ. აი პირველივე თავში რასაც დღეს ჩვენ წავიკითხავთ, იმედია რომ ძალიან არ დაგღლით და არ გამიგრძელდება, დავინახავთ რომ აი პირდაპირ დამამტკიცებელი საბუთებით პავლე მოციქული მის ღმერთკაცობრივ ბუნებას ადასტურებს და ასეთი გახლავთ ამ ეპისტოლეს შინაარსი. სულ რაღაც 4 თავია, მინდა გითხრათ, პატარა ეპისტოლია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ეპისტოლია, მაგრამ ეს ამ მიმართულებით, როგორც თქვათ, რაღაც სექტანტური სწავლებების საწინააღმდეგოდ შეიძლება ასე ითქვას, გახლავთ სწორედ კოლასელთა მიმართ ეპისტოლე. იწყება მისალმებით, ტრადიციულად პავლე ყოველთვის ასე იწყებს თავის წერილს, პავლე იესო ქრისტეს მოციქული, ღმერთის ნებით
და ძმა ტიმოთე კოლასეში მყოფ წმინდად და მორწმუნე ძმებს ქრისტეში. ანუ ტიმოთესთან ერთად წერს ამ ეპისტოლეს, როგორც ჩანს და ამიტომაც ახსენებს ტიმოთესაც. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. აქ უნდა გავჩერდე და რატომ უნდა გავჩერდე? იცით რომ მშვიდობის წყაროდ პავლე მოციქული არ ასახელებს არც ევროპას, არც ნატოს, არც რუსეთს გაგიკვირდებათ და არც რუსეთს, მშვიდობის წყაროდ ასახელებს მამას და იესო ქრისტეს. ამიტომაც მთელი ჩვენი დანდობა, თუ კი ვინმე მშვიდობაზე ლაპარაკობს, თუ არ არის ეს მშვიდობა ღმერთისგან, იცოდეთ რომ ყველანაირი მშვიდობა ფარსია და ყველანაირი მშვიდობა არის ამქვეყნიური და ადამიანური შეპირება და მეტი არაფერი. იმიტომ რომ პირდაპირ წერია მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესგან. იმიტომ რომ ისინი არიან წყარო ამ მშვიდობისა. ვმადლობთ ღმერთ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მამას მუდამ, როცა თქვენთვის ვლოცულობთ. მე მინდა გითხრათ რომ ნახეთ როგორია პავლე მოციქულის პედაგოგიკა, შეიძლება ასე ითქვას. ხო გაიგო რომ ისინი ეხლა რაღაცა აურიეს და მწვალებლობაში არიან. ხო შეიძლება დაეწყო პირდაპირ ასე რომ ეს რა გააკეთეთ და როგორ გადაუხვიეთ და თქვენ ვინ ყოფილხართ და თქვენ უმადურებოდა, თქვენ უსინდისოებო. ნუ რა ვიცი, მე ალბათ ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ არ მეყოფოდა სულ გრძელებოდა. პავლე მოციქული იწყებს ამ ადამიანების ქებას და იწყებს როგორ ლოცულობს მათთვის განსაკუთრებულად. რომ გვესმა თქვენი რწმენის შესახებო. აი თქვენი რწმენის შესახებ ეუბნება რომ მორწმუნე ადამიანები ხართო და ძალიან ესე თბილ წერილს წერს მიუხედავად იმისა რომ იმათ რაღაცა გადახვევა აქვთ გაკეთებული. რომ გვესმის თქვენი რწმენის შესახებ ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმინდის მიმართ. ეს წმინდანები იცით ვინ არიან? იქ ზეცაში წასული გაფრენილი წმინდანები კი არა. არამედ ქრისტიანებს წმინდანები ეწოდება, ჩვენ წინა შეხვედრაზეც ვილაპარაკეთ. ვინც ეზიარება ის წმინდაა, ვინც ქრისტიანია ამ ხრივ, ის აუცილებლად წმინდაა, იმიტომ რომ ამ სიწმინდესთან შემხებლობაში ხდება წმინდა. თვითონ კი არ არის წყარო სიწმინდისა, არამედ სიწმინდესთან შემხებლობით. ზეცაში თქვენთვის გამზადებული სასოებით, რომელიც უკვე გესმათ სახარების ჭეშმარიტ სიტყვაში. აი აქ ჩანს რომ მან სახარება გაუგზავნა ადრე კოლასელებს და ვისი ხელით გაუგზავნა და მერე გეტყვით რა სახარებაზეა საუბარი, რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე როგორც თელ ქვეყნიერებაზე და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე როგორც თქვენ შორისაც იმ დღიდან მოკიდებული, როდესაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღმერთის მადლი ჭეშმარიტებაში. როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის ეპიფრასისაგან, რომელიც უკვე ვახსენე, ეს ეპიფრასი გახლავთ, რომელმაც კოლასეში ახარა სახარება, რომელიც არის ქრისტეს სარწმუნო მსახური თქვენთვის, მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულში. ეხლა უნდა გითხრათ, ეპიფრასე როგორც ჩანს არის პავლეს მოსწავლე, რომელსაც გაატანა მან სახარება. რომელი სახარება გაატანა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლუკას სახარებას, რასაც ვეძახით ჩვენ, სინამდვილეში ლუკას სახარება, ლუკას დაწერილია ბუნებრივია, მაგრამ პავლე მოციქულის კარნახით არის ის დაწერილი. პავლე მოციქული, როგორც ჩანს, როგორც გარდამოცემა ჩვენ გვაუწყებს, ძალიან დაახლოვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მისგან გამოიკითხა რაღაცა ისეთი დეტალები, რომელიც არც ერთ სახარებაში არსად მოთხრობილი არ არის, გარდა ლუკა მახარებლისა. ეს გახლავთ ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ეს გახლავთ საკითხი იესოს ბავშვობისა, როდესაც 12 წლის იყო და ის ტაძარში დარჩა. ანუ ისეთი ნიუანსები, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ცოდნოდა და სხვა მეც არავის. ამიტომაც როგორც ჩანს, პავლემ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიკითხა და სახარებას, რომელსაც მისი კარნახით წერს ლუკა მოციქული, ამ შემთხვევაში აი ესეთი დეტალებია, რომ ეს ჩვენ ყველაფერს გვავარაუდებს ყოველივე ეს, რომ პავლე ესე დაახლოებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მისგან იცოდა, პირველ წყაროსგან იცოდა ეს ყველაფერი. ეს სახარება, რა თქმა უნდა, ეპიფრასეს ჩატანილი აქვს კოლასეში და ამ სახარებით ქადაგებს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც მოხდა რაღაც თავისებური გაგება ამ სახარებისა. ამისთვის ჩვენც იმ დღიდან რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ლოცულობთ თქვენთვის. ანუ როგორც კი გავიგეთ, რომ თქვენ ქრისტიანობა მიიღეთ და ამ სახარებას უსმენთ, მას შემდგომ განუწყვეტლივ ლოცულობთ თქვენთვის.
და ნახეთ რა არის ლოცვის მიზანი. როგორ ლოცულობს პავლე მათთვის. რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით ყოველ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში. ჩვენი ლოცვა ძალიან ხშირად არასწორია. არასწორ რაღაცებს ვითხოვთ ღმერთისგან. ჩვენი ლოცვის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა არის ნება ღვთისა. აი თუ კი ამას ლოცულობს ადამიანი, რომ რა არის ნება ღვთისა, პირველად ეძიებდით სასუფეველსა ცათასა და ყოველივე შეგეძინოს თქვენ, ასე წარიმართება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ პირიქით ვიწყებთ. ჩვენ ყველაფრის შევსება გვინდა, რამე თუ ნაკლულევანება გაგვაჩნია, ვიღაცას ჯანმრთელობა და ვიღაცას მატერიალური და ვიღაცას თანამდებობრივი, ამ ნაკლულევანების შევსებაზე ვიწყებთ ლოცვას და მთავარი გვავიწყდება, რომ იქნება და არ არის ეს ნება ღვთისა. იქნება და ამ ნაკლულევანებაში უნდა გაცხადდეს ჩემი დიდება, როგორც ბრმაში გაცხადდა ისე საღვთო დიდება. ამიტომაც ლოცვის მიზანი ყოველთვის უნდა იყოს ეს, რასაც პავლე აქ წერს, რომ ეს უნდა იყოს საღვთო ნების შეცნობა. და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღმერთის შეცნობაში ზრდით. ნაყოფს უნდა იღებდეს ადამიანი და იზრდებოდეს უნდა ღმერთის შეცნობაში. მთელი ძალით გაძლიერდით. მე ცოტა ჩქარა ვკითხულობ, იმიტომ რომ არ იძლევა აქ დგომა ამის საშუალებას, რომ ადამიანმა რაღაცა უფრო მეტი წაიღოს სახლში, რომ აქ 9 საათი და 2 საათი ვილაპარაკოთ, ცოტა ძნელი იქნება. ეს მერე საკვირაო სკოლაში კი ბატონო, შეგიძლიათ მოინიშნოთ თუ რამე კითხვები გექნება. მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისებრ ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელებაში. სიხარულით მადლობდეთ მამას, რომელმაც წმინდათა მემკვიდრეობის ნაწილის ღირსი გაგხვდა ნათელში, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვათა მოტევება. მამის მიერ არის განხორციელებული ეს, რომ ძის საშუალებით გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვათა მოტევება. და ეხლა იწყება სწორედ აი ამ შეიძლება ითქვას გარკვეული სექტების წინააღმდეგ სწავლება, რომელმაც ეთყობა კოლასეში იჩინა თავი და დღევანდელ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხოთაშორის გუშინ მეუბნებოდა ჩემი და რომ ვიღაცებმა მოგვიკაკუნეს კარზე და კვლავ ბუკლეტები შემოგვაჩეჩესო რაღაცა რელიგიურიო. ესე იგი გააქტიურდნენ და უნდა თუ არ იცი ეს წერილი ისე ვერ დაელაპარაკები მათ, იმიტომ რომ ძალიან მომხიბლავ ბუკლეტებს არიგებენ. ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი? რას ნიშნავს? ქრისტეს შესახებ წერს. უხილავი ღმერთის ხატი, იმიტომ რომ წმინდა წერილში წერია ღმერთი არასადავის უხილავს. არასდროს ღმერთი არავის არ უხილავს. მაგრამ მისი ხატი ჩვენ ვიცით, ვინც მე მიხილა იესო ქრისტე ამბობს, ჩემი მამა იხილა. როგორ აქამდე არიცი ფილიპეო ეკითხება ფილიპე რომ მივიდა და ეუბნება გვაჩვენე ჩვენ შენი მამა, ეუბნება როგორ აქამდე როგორ ვერ მიხვდიო რომ ვინც მე მიხილა ჩემი მამა იხილა. ეს არის უხილავი ხატის მამის, ესე იგი ხატი ამ შემთხვევაში. იესო ქრისტე, რომელიც განკაცდა, კი ადამიანური სხეული შეიმოსა, ადამიანურად ყველანაირად ყველაფერი ჩვენებული მიიღო, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენეული გარდაცოდვისა. იმემკვიდრევა მან ისეთი სხეული, რომელიც არის ხრწნადი, რომელსაც შია, წყურია და ტკივილგანცდელია. ეს ყველაფერი იმემკვიდრევა და ამის შეხსენება ადამიანებისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პავლე ყოველ ეპისტოლეში რომ ამას ამბობს და მეც რომ ამ ამბიონიდან ამას გიმეორებ, ეს გახლავთ შეხსენება ჩვენთვის იმისა, რომ ადამიანს გონებაში გქონდეს გამუდმებულად ეს, რომ ღმერთს როგორ უყვარხარ და რა გააკეთა მან შენთვის. არა მარტო ის, რომ არარსებობიდან არსებობაში შემოგიყვანა და კი არ მიგიშვა ესე საძოვარზე მიშვებული ნახირივით კი არ არის კაცობრიობა, არამედ თავისი მხოლოდ შობილი ძე, რომელიც განკაცდა ჯვარს ეცვა ჩვენი ცხოვრებისათვის და ვკითხულობთ შემდგომ, ნახეთ რა წერია. ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირველმშო ყოველი ქმნილებისა. ყოველი ქმნილებისა, ანუ შექმნილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ყოველი ქმნილება და მათ შორის ქმნილებაში მოიაზრება დრო. დრო შექმნა ღმერთმა, როდესაც მატერია შექმნა. შესაბამისად, თუ კი ქრისტე უდროობაშია შექმნილი, გამოდის, რომ როგორც კი მამა, მაშინვე ძე.
და არ ყოფილა დრო ძის გარეშე რომ ყოფილიყოს მამა. ეს ჩვენი გონებისთვის შეიძლება ცოტა ძნელად დასატევნელი იყოს, მაგრამ თუ კი დროში არსებობს რაღაცა თანმიმდევრული მოვლენები, უდროობაში თანმიმდევრობა არ არსებობს, იმიტომ რომ ერთია, უძრაობა შეიძლება ითქვა სტატიური მდგომარეობაა და ეს როგორ შეიძლება აიხსნას, როგორც კი მამა იქვეა ძე და იქვეა სულიწმინდა. ეს რაღაც მერე და მერე კი არ არის, ჩვენი ლაპარაკის მიხედვით არის ესე რომ ჯერ მამას ვამბობ, მერე ძეს და მერე სულიწმინდას და ამისთვისაც დრო მჭირდება, თუნდაც ერთი წამი პაუზა რომ მამის შემდგომ ძე ვთქვა, მაგრამ იქ ეს ერთად მოიაზრება ყველაფერი. ყოველი ქმნილების, ანუ ქრისტე რომ ღმერთი არის, ამის შესახებ დადასტურება სწორედ ამ სიტყვით გვეძლევა. რადგან მისით შეიქმნა ყოველი. ქრისტე არის შექმნილი, იმიტომ რომ მამა ქმნის ყველაფერს რითი? თავისი სიტყვით. და სიტყვას ვის უწოდებთ ჩვენ? მეორე ჰიპოსტასს ყოვლადწმინდა სამებაში, ეს არის იესო ქრისტე. რადგან მისით შეიქმნა ყოველი, რაც სათაშინა და მიწაზეა, ხილული და უხილავი, საყდარნი და უფლებანი, თავრობანი თუ ხელმწიფებანი, ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ჩამოთვლილია უმაღლესი დასი ანგელოსთა, რომელიც მის მიერ არის შექმნილი. და როგორ შეიძლება აქ დავა იცით რაზე იყო ძირითადად რომ ქრისტე არის თუ არა განღმრთობილი კაცი. თუ პირიქით კაცი განიღმრთო, თუ ღმერთი განკაცდა, აი ამის შესახებ მიმდინარეობდა ეს დავა და რომ მტკიცებულება მოეტანა პავლე მოციქულს, ამიტომაც ამბობს რომ კაცი კი არ განიღმრთო. განღმრთობით უამრავი განიღმრთო, მოსეც განიღმრთო და თვითონ პავლეც განიღმრთო, მაგრამ განღმრთობა კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კაცობრიობა გამოიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან. ღმერთი უნდა განკაცდეს ამისთვის, რომ ჯოჯოხეთი დაიძრგუნოს. ის არის ეკლესიის სხეულის თავი. რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენს ეკლესიას ყავს მეთაური. მაგალითად ეს არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მაგრამ ამ მეთაურობაზე არ ლაპარაკობს პავლე მოციქული. ლაპარაკობს სხეულზე, არა ვთქვათ იქ ადმინისტრაციულ მართვაზე და არც თუნდაც სულიერ მართვაზე, არამედ სხეულზე, რომ ჩვენ ქრისტიანები, რომლებსაც წმინდა გვეწოდება, ამ წმინდას, ეს წმინდა ერთ სხეულს შეადგენს და მისი თავია სწორედ ქრისტე. იმიტომ რომ მან განკაცდა ამ კაცობრივი ბუნებით ევნო, დაეფლა და აღდგა მესამე დღეს. სხეულის თავი ის არის დასაბამი პირმშო მკვდართაგან. პირმშო რას ნიშნავს? პირველი მკვდართაგან. როგორ ქრისტემდე არავინ არ მომკვდარა? და თუ აღდგა ქრისტემდე არავინ არ აღდგა, როგორ ლაზარეც ხომ აღდგა? მაგრამ რატომ ქვია მას პირველი და პირმშო რატო ქვია? იმიტომ რომ ქრისტე რომ მოკვდა და აღდგა, ეს გახლავთ უცვალებელი აღდგომა. ქრისტე აღარ მომკვდარა და ლაზარე კვლავ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მკვდრეთით აღდგა, ლაზარე კვლავ გარდაიცვალა. ის ნაინელი ქვრივის ვაჟიშვილიც კვლავ გარდაიცვალა. ის თქვათ იაიროსის ქალიშვილი, რომელიც ქრისტემ აღადგინა, ისიც კვლავ გარდაიცვალა. ქრისტე არის პირმშო და პირველი, რომელმაც აღადგინა ესენი ყველანი. მაგრამ მან პირმშოა იმითაც, რომ აღადგინა საკუთარი თავი მკვდრეთით. და ეს აღდგომა კვლავ პირველია, როგორც ვამბობ, იმიტომ რომ გარდაცვალებას აღარ ექვემდებარება. პირმშო მკვდართაგა, რათა ყველაფერში იყოს პირველი. ყველაფერში, როგორც სიკვდილში, ამ შემთხვევაში ისევე აღდგომაში და აი ამ უჩვეულო მოვლენაში. რადგან მასში ინება მთელმა სისავსემ დამკვიდრება, რათა მის მიერ შემოერიგებინა ყოველი მშვიდობა და ემყარებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცათაშინა. ამის შესახებ განსაკუთრებული ხაზგასმით ამბობს კვლავ პავლე მოციქული, რომ ის არის მხსნელი და გადამრჩენელი, რომელმაც გამოგვიხსნა ამ ტყვეობისაგან და დასტური ამისა გახლავთ ის, რომ ის არის სრული ღმერთი და სრული კაცი. რადგანაც სისხლს და ჯვარს როდესაც ახსენებ, შეუძლებელია ღმერთი წარმოიდგინო, შენ ჯვარზე და მისი სისხლი წარმოიდგინო. მაგრამ როგორც კი ღმერთ კაცს ახსენებ, ეს უკვე შესაძლებელი ხდება. და თქვენც, რომელიც ოდესღაც გონებით გაუცხოებულნი და მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეებით, ახლა შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში, თავისი სიკვდილით, რათა დაგაყენოთ წმინდები, უბიწონი, უბრალონი თავის წინაშე. აი ესეთია აღსრულება, აი ამ დიდი საიდუმლოსი, ქრისტეს ჯვარცმისა
მისი გამომხსნელობითი ამ ღვაწლის ესეთია, რომ გავგხადა წმინდები და დაგვაყენა თავის საკრებულოში და გაგვიმზადა ცათა სასუფეველი, რომლის ღირსიც გავგხადოს ღმერთმა. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ გამჩენმა. შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს გახლავთ სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება, ჩვენს ტაძარში ჩატარდება 24-ში ლოცვა და 25-ში წირვა იქნება დილით 10-ის ნახევარზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არის ღმერთი. თქვენ ამთხოვინებთ ჯვარზე? ჯვარიც დაგჭირდება, ხო? ჯვარი დაგჭირდება.